Გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა მოთხოვნით მარში 26 აპრილს გაიმართება მსვლელობა დიდუბის მოედნიდან თბილისის პროკურატურამდე გაიმართება 150 დღეა რაც უდგავართ ქუჩაში პროტესტით, მარშებით, სიტყვით და სიმართლით. Ამ პროტესტით იბადება ერთობა, რომლის მიზანია ქვეყნის დაბრუნება და რუსული რეჟიმისგან გათავისუფლება. კითხულობთ დაანონსებული საპროტესტო მარშის აღწერაში. ნანო ჩაკვეტაძე ესაუბრა ორგანიზატორებს, ნანო გისმენთ. დიახ, რეჟიმის წინააღმდეგ უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის 150 დღეს დედაქალაქის ქუჩებში ისევ მასობრივი საპროტესტო მსვლელობები და მარშებია დაანონსებული. რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები, ახლობლები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, ხელოვანები, რიგითი ადამიანები, ის ადამიანები, რომლებიც ახლა ამ ქვეყანაში ერთხმად თანხმდებიან, რომ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მეთოდი და გზა სწორედ მის წინააღმდეგ მიმართული უწყვეტი სამოქალაქო პროტესტია, ისევ ქუჩაში გამოდიან. Ამ ადამიანების მოთხოვნები სამწუხაროდ ამ დრომდე შეუსრულებელია და შესაბამისად არის უცვლელი. შესაბამისად ამ თავისუფლების მარში, სწორედ ასე ჰქვია 26 აპრილს დაანონსებულ მარშს თბილისის ქუჩებში აქვს ორი ძირითადი მოთხოვნა. ეს არის რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება, ანტირუსულ საპროტესტო აქციებზე და პრინციპში მის მიღმაც. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოლიგარქიის რეჟიმის პოლიციელების მიერ უკანონო დატყვევებული მშვიდობიანი მანიფესტანტების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნები. ამასთან თავისუფლების მარშის ერთ-ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი და საკვანძო მოთხოვნა არის ის, რომ გადადგეს არალეგიტიმური ხელისუფლება. ივანიშვილის გუნდი და მან აიღოს მთელი პასუხისმგებლობა იმ ქმედებებზე, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ ახორციელებდა. გეტყვით ასევე გრაფიკს, როგორც გითხარით, ეს საპროტესტო მარშები ფაქტობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით დაანონსებულია 26 აპრილს. შუა დღეს 2 საათზე მოქალაქეები დიდუბის მეტროსთან შეიკრიბებიან და უკვე მსვლელობით დაიძრებიან პროკურატურისკენ. 150 დღე არის ასე ვთქვათ სიმბოლური თარიღი, ამიტომ ჩვენ გადავდივართ რაღაც ახალ ეტაპზე. აქამდე თუ ვითხოვეთ ხელახალ არჩევნებს და პატემრების გათავისუფლებას, ახლა ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა კი არა და მოწოდება რჩება, რომ გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა. ვინაიდან მათ ყველანაირი ზღვარს გადააბიჯეს. ამის გამო ჩვენ სხვადასხვა ხერხებს მიმართავთ. ისი ნახეთ მაგალითიც არის 26 აპრილის აქცია. ჩვენ 14 საათზე ვიკრიბებით დიდუბის მეტროსთან მარშით პროკურატურამდე, ვინაიდან პროკურატურა არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არაღი მათ ხელში. ისინი აკეთებენ პირნათლად ქართული ოცნების მოცემულ რუსულ დავალებებს. მოკეთებია, რაც რუსთავაზე უწყვეტ პროტესტი მიმდინარეობს. 26 აპრილს კი 150 დღეს უნდა მას შემდეგ რაც რეგულარულად გამოაცხადა, რომ ისწავლა ყველანაირ მოლაპარაკებას ეკავშირა. სწორედ ამიტომ 26 აპრილს 2 საათზე ვიკრიბებით მეტროსთან დიდუბესთან, სადაც მარში დავიწყებით პროკურატურისკენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი მოთხოვნა აღარ არის ახალი არჩევნები, არამედ პირდაპირ ვიქოთ არალეგიტიმური მთავრობის გადადგომას და სიმის პატიმრების გათავისუფლებას. პროტესტის 150 დღეს ძალიან მნიშვნელოვანია შეკრება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ერთმანეთს, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში ერთმანეთი არ მიგვიტოვებია, ჩვენ არ ვართ მარტო მით უფრო მაშინ, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია გასახმოვანებელი, რომ უნდა გადადგეს ეს ხელისუფლება, რუსული ხელისუფლება, რომელიც არის არალეგიტიმური. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია აქ მისვლა, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრების გვერდით დგომა, იმიტომ რომ პოლიტიკურ პატიმრებს მათი ოჯახის წევრებს შევახსენოთ, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ არიან, მიუხედავად ხელისუფლების რეპრესიების და სხვადასხვა ქმედებებისა, იმ მექანიზმების, რომელსაც იყენებს ჩვენს წინააღმდეგ ეს არალეგიტიმური, მავნებელი და სამშობლოს მტერი ხელისუფლება, მათ უნდა ესმოდეთ, რომ აი ამ ყველაფრით ვერაფერს ვერ გახდებიან და სინამდვილეში მხოლოდ თავად არიან შეშინებულები. 26 აპრილს დაანონსებულ საპროტესტო მარშს მსვლელობას თავისუფლების მარში ჰქვია. ეს იმიტომ, რომ როგორც თავად მოისმინეთ რესპონდენტებისგან, მთავარი და ძირითადი მოთხოვნა ამ საპროტესტო მარშის იქნება რეჟიმის პატიმრების პროევროპულ საპროტესტო აქციებზე და მის გარედაც პრინციპში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რეჟიმის მიერ უკანონო დატყვევებული მშვიდობიანი დემონსტრანტების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნები ამ მოთხოვნებს ემატება. ასევე ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელიც არის არალეგიტიმური ხელისუფლების გადადგომა 26 აპრილს მთელი დედაქალაქის მასშტაბით სხვა ქუჩაზე უბანში იქნება საპროტესტო მარშები და მსვლელობები. ისინი ტრადიციულად უკვე საღამოს საათებში რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრებიან.